უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მხარდამჭერებს დემოკრატიის აღდგენისკენ მოუწოდებს, რომელიც მისი თქმით ახლმა ხელისუფლებამ დაანგრია. 16 წლიანი მმართველობის ბოლო არჩევნების გზით დასრულების შემდეგ ეს ვიქტორ ორბანის პირველი პოლიტიკური განცხადებაა. ამას კი წინ უძღოდა უნგრეთის პროკურატურის მიერ ყოფილი პრემიერის პარტიაში, ფიდესში ჩატარებული ჩხრეკა, საიდანაც პარტიის კუთვნილი ინვენტარი გაიტანეს. როგორც გამოძიებისთვის საჭირო ნივთმტკიცებულებები, სახსრების მითვისებისა და სხვა შესაძლო სისხლის სამართლებრივი დანაშაულების საქმეზე. არ ვფიქრობ, ახსნა სჭირდებოდეს იმას, რომ პრობლემაა, როდესაც მთავრობის მოწინააღმდეგე პოლიტიკურ პარტიას ჩამოერთვა კომპიუტერული სერვერები, რომელზეც წევრთა რეესტრი, მიმოწერები, ინტერნეტ საქმიანობა, მონაცემთა ბაზების დიდი ნაწილი, გადასახადებისა და პარტიის მხარდამჭერის შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია ინახება. ხელისუფლების ტირანიის წინააღმდეგ ჩვენ ვიყენებთ ყველა მშვიდობიან საშუალებას, როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის ჩვენ არ გვსურს წინააღმდეგობის მოძრაობის პოლიტიკური დღის წესრიგი ჩვენს მიერ იყოს ნაკარნახევი. ამისთვის არ შევკრებილვართ. თუმცა ვფიქრობ, მომავალში ფიდესი უფრო მომსახურების ცენტრის როლს შეასრულებს, რადგან ავტორიტარული სისტემის შეცვლა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომელთა ხმებითაც ეს ავტორიტარული სისტემა შეიქმნა. ის შეიქმნა იმიტომ, რომ უნგრელმა ხალხმა დიდი უმრავლესობით ხმა პარტია ტისას მისცა. პროკურატურის ამ ნაბიჯში ვიქტორ ორბანი და მისი გუნდი პოლიტიკურ მოტივაციას ხედავს, რომლის მიზანიც მისი თქმით პარტია ფიდესის პოლიტიკური საქმიანობის ხელშეშლისთვის კანონიერი საბაბის შექმნის მცდელობაა. ორბანი კორუფციასთან დაკავშირებულ შესაძლო დანაშაულებებს უარყოფს. თავის მხრივ ავტორიტარული ნაბიჯების გადატყვას უარყოფს პარტია ტისა და მისი პრემიერი პიტერ მადიარი. აგაცხადებენ, რომ ხელისუფლების მიზანია აღმოფხვრას კორუფცია, რომელმაც ორბანის პერიოდში იმატა და რისი დასრულებაც ბრიუსელთან უნგრეთის კავშირების აღსადგენად აუცილებელი ნაბიჯია.